პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე. მთავარი პოლიტიკური ცენტრი დღეს მთავარი საკანონმდებლო ორგანოა. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და კანონპროექტები მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. პარლამენტი პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. სადავოა ცვლილებების საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი. ცვლილების მიხედვით პრეზიდენტის ნაცვლად ცესკოს კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. ოპოზიცია ცვლილებას აპროტესტებს და ამბობს, რომ ამ გზით მმართველი ძალა საბოტაჟს უცხადებს 9 ნაბიჯის შესრულებას. ურთიერთბრალდებები ორმხრივია. ქართული ოცნება ოპოზიციას დებს ბრალს არჩევნების წინასწარ მიზან მიმართულ დისკრედიტაციაში. ასეთ სხვადასხვაობა გირჩის ინიციატივაზე. საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტი არ მოსწონს როგორც ოცნებას, ისე ლელოს და პარტია საქართველოსთვის. მიზეზი ერთი პატიმარია, მიხეილ სააკაშვილი. ჩასწორდება თუ არა კანონპროექტი დაპირისპირებულ მხარეებს მოსაფიქრებლად 2 თვე აქვთ. სწორედ ამ დროით გადადო ბიურომ დღეს კანონპროექტის განხილვა. იქცევა თუ არა ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივა კანონპროექტად და რას თავაზობს საზოგადოებას ქართული ოცნება. რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ მმართველი გუნდი მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს? ყველა ამ თემაზე და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე დღეს ღამის კურიერში პარლამენტის თავმჯდომარესთან ვისაუბრებთ. შალვა პაპუაშვილი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. საღამომშვიდობის საბატონო შალვა, მადლობა დიდი რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამომშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ დღეს, როგორც თქვი, მთავარი პოლიტიკური ცენტრი, საკანონმდებლო ორგანოა, იმიტომ რომ ყველაფერი პარლამენტში ხდება და შესაბამისად საინტერესოა თქვენი პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც ხან ოპონენტებს აქვს, ხან საზოგადოებას და ჩვენ თავისთავად. დავიწყოთ მოდით პრეზიდენტის ვეტოთი, რომლის დასაძლევადაც ემზადება უმრავლესობა, მის ამბაშიც თქვი, ოპოზიცია ამბობს, რომ ამით ხელისუფლება ევროკავშირის ვალდებულებებს თავს არიდებს 9 ნაბიჯის შესრულებას და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიას. თუ შეიძლება რომ განგვიმარტოთ, რატომ გახდა აუცილებელი ამ ცვლილების შეტანა და აი რაღაც წინასწარი ეჭვების გაჩენა თუნდაც ოპონენტებში. როდესაც თქვენ საუბრობთ, თქვათ, მათი მხრიდან წინასწარ დისკრედიტაციაზე, ხო, საარჩევნო პროცესის. ისინი თვლიან, რომ თქვენ წინასწარვე აჩენთ უკვე ეჭვებს და კითხვებს საარჩევნების, თქვათ, რაღაც ობიექტურ შედეგებთან დაკავშირებით. უბრალოდ ყოველისა მე მგონი ყველა თანხდება, რომ არის მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნები და მნიშვნელობიდან გამომდინარე მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ცესკო იყოს სრულად დაკომპლექტებული. დღეს გვაქვს მდგომარეობა, რომ ცესკოს თავმჯდომარე და 2 წევრი ცესკოსი არის დროებით არჩეულები, რომელსაც გაუხანგრძლივდა შემდეგ მათი მანდატი. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს შემდეგ იმისთვის, რომ რაღაც კითხვები ქონდეს შემდეგ ცესკოს მიმართ, რომ არ არიან, ასე ვთქვათ, სრულფასოვნად არჩეული ცესკოს წევრები. პრობლემა რაში არის? პრობლემა დაიწყო 2021 წლის 19 აპრილს. მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ყალბი მოტივებით ოპოზიცია იყო ბოიკოტში, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ზოგიერთი უცხოელი აქტორის დახმარებით იყო ატეხილი პანიკა, თითქოს საქართველოში გავყალბდა არჩევნები, გვახსოვს ყველაფერი ეს. ყველაფერი საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ტყუილი, მათ შორის აღმოჩნდა, რომ NGO-ები იტყუებოდნენ, მათი დონორები ამაში ეხმარებოდნენ და ასე შემდეგ, პარტიებზე აღარაფერს ვამბობ. და დაიწყო იმით, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში მედიატორის კარნახით ჩაიდო პუნქტი, რომ ცესკოს წევრები უნდა არჩეული იყვნენ კვალიფიციური უმრავლესობით 100 ხმით და ამოვიდოს უნდა იყოს ოპოზიციური მოადგილე და ზუსტად ამ მოადგილემ უნდა შეასრულოს მოვალეობა, თუ კი ცესკოს თავმჯდომარე ადგილზე არ არის. ჩვენ იქვე ვთქვით მაშინ მოლაპარაკებებისას, რომ ის იყო აბსურდული წესი, ერთი იმიტომ რომ კვალიფიციური უმრავლესობა ეს იქნებოდა ჩიხის შექმნის რეცეპტი და მეორე რომ არანაირი ლოგიკა არ არსებობს, რატო უნდა იყოს პარტიული ოპოზიციური ხელმძღვანელი შემდეგ ცესკოში. ამას ნდობას ხომ არ გააჩენდა, იგივე უკაცრავად გაწყვეტინებთ ამავე თემაზე, მაგრამ აი დღესაც სალომე ზურაბიშვილის კომენტარი ვნახე, რომელიც ვეტოს ავტორია და მან თქვა, რომ როდის აქვს ხალხს არჩევნების შედეგის მიმართ უნდობლობა, როცა არ ენდობიან პროცესს, ან იმანთ, ვინც ამ პროცესს უძღვება. ამ კონტექსტის გათვალისწინებით შესაძლოა იყო, რომ თქვა ოპოზიციისთვის, თუნდაც ან თქვენ დამიკრიტიკულად განწყობილი ადამიანებისათვის უფრო ნდობით აქტუალური. რაც შეეხება საკითხს, თითქოს ოპოზიციური მოადგილე ნდობას მატებს ან აკლებს, ეს არის ან მიამიტობის, ან უცოდინრობის ბრალი, თუ კი ვინმე ამას ამბობს. რაში არის საქმე? საქმე იმაში არის, რომ ოპოზიციურ მოადგილეს ახლა ვინც არის, ხომ? არანაირი ფუნქცია მას არ აქვს. ის არის ჩვეულებრივი წევრი. მისი ერთადერთი ფუნქცია არის სათადარიგო თავმჯდომარეობა. ანუ რამე თუ დაემართა თავმჯდომარეს, რაღაცა უბედურება ან არ არის ადგილზე ან გადადგა, ამ შემთხვევაში ეს ხდება თავმჯდომარე. პროცესი შიგნიდან აკვირდება. ანუ შიგ ადამიანია, რომელიც ყველაფერს ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ეს არის განზრახი ტყუილი, თითქოს
ამ მოადგილეს აქვს რაიმე დამატებითი უფლებამოსილება გარდა სხვა წევრებისა. იქ კიდე სხვა ოპოზიციური წევრებიც არის. ანუ პრინციპი რა იყო მისი შეცვლის თუ ეს გახდებოდა ვთქვათ მე კითხვის ნიშნების საფუძველი ოპონენტების მხრიდან. პრინციპი ის იყო რომ ჩვენ რას ვაკვირდებით ახლა ვხედავთ პირდაპირ თავდასხმას ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეზე ეს არის ის გამზადებული კამპანია რომელიც მათ ჰქონდათ შემონახული ზაფხულისთვის და იმიტომ რომ ხედავენ რომ იცვლება ეს კამპანია წინასწარვე ჩაუშვეს და ვხედავთ რომ არის პირდაპირ თავდასხმა ცესკოს თავმჯდომარეზე მიზანი რა არის რომ საბოლოო ჯამში მორალური ზეწოლა იყოს მასზე აიძულონ გადადგომა და ლელოს პოლიცსაბჭოს წევრი გახდეს ცესკოს თავმჯდომარე და ჩაატაროს არჩევნები. ეხლა როცა ვსაუბრობთ ნდობა თავმჯდომარე ქართულ ოცნებას ნდობა ექნება ასეთ ცესკოს მიმართ. ქართული ოცნების მილიონ ამომრჩევას ნდობა ექნება ასეთ ცესკოს მიმართ. ამიტომაც გადაწყვეტილება არის რომ არა პარტიული ხელმძღვანელი უნდა ყავდეს, არამედ პროფესიული წევრი. და ეს ისეთი ანაბანა არის, რომ მე მიკვირს, რომ ვენეციის კომისია, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, უცხოელები თუ ადგილობრივი ექსპერტები ამას საერთოდ ლაპარაკობენ. ეს იმდენად სირცხვილია ამაზე საუბარი, რომ ეს რაიმე კომისიის რეკომენდაციაც ეს არის. საქმეც იმაში ტყუილია, ესეც მეორე ტყუილია. სინამდვილეში ვენეციის კომისიას იმ თავის დასკვნაში არც ერთი საკუთარი აზრი არ უწერია საერთოდ. ერთადერთი რაც უწერია ვენეციის კომისიას არის, რომ კარგი იქნება თუ შეთანხმდებით პარტიები და ისეთი წესი გექნებათ და აგერ 2021 წელს შეთანხმდით თქვენ 19 აპრილს და მიყევით ამ შეთანხმებას. და ეს გახლავთ ხარვეზი, აი დავასრულებ, ეს გახლავთ ხარვეზი დასკვნის. იმიტომ რომ ის შეთანხმება 19 აპრილს აღარ არსებობს. ეს იგივეა რომ ექსპერტს მიეთითებინა რომელიღაცა კონვენციაზე, რომელიც აღარ არსებობს. მიეთითებინა საქართველოს კონსტიტუციის რომელიმე მუხზე, რომელიც არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი საექსპერტო ხარვეზი, მიეთითა შეთანხმებაზე, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ანუ აი ეს უკაცრავად, იმიტომ რომ მე ესე ვნახე, რომ პროექტიდან ამოღებული იქნეს დებულება, ეს ამ რეკომენდაციიდან არის, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური პარტიიდან არჩეული ცესკოს წევრებიდან თავმჯდომარის მოადგილე არ შეირჩევა. კი, აი რომ გკითხეთ შემდეგ, რომ რატომ ამოიღოთ თქო ვენეციის კომისიას, გითხოს, რომ იმიტომ რომ 19 აპრილის შეთანხმების წერია, რომ შიგნით იყოსო. ანუ თავისი აზრი კი არ აქვს. აი დღემდე ვერ ვიპოვე მე ვერც ერთი, ვერც ელჩი, ვერც ექსპერტი, ვერც ვენეციის კომისიაში და ვერც ევროკომისიაში, რომელსაც დაველაპარაკებდი და ვეტყოდი, რატომ არის კარგი, რომ იყოს ოპოზიციური მოადგილე. ვერ მეუნება. პასუხი არის ვენეციის კომისია 19 აპრილის შეთანხმება და მიდის ეს მანკიერი წრე ურთიერთ რეფერირების და მითითების და ვერ აბოს. მათ შორის ახლა 9 პუნქტთან დაკავშირებით გახსოვთ რომ ქონდა შეხვედრები ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, აი სულ ბოლო კვირების განმავლობაში ამ საკითხს ვიმჯერეთ. ოპოზიციაც იქ იყო, სამოქალაქო საზოგადოებაც იქ იყო. მათ შორის მე მათ ვკითხე, ხო ყველა იყავით აი 19 აპრილის შეთანხმების დროს მოლაპარაკები. გაიხსენეთ, ვისი იდეა იყო საერთოდ ეს? ვერ გაიხსენა, იმიტომ არავის იდეა ჩვენი იქ არ ყოფილა. ეს იყო მედიატორის, ეს იყო მედიატორის ფურცლზე დაწერილი და რაც უკვე ნელ-ნელა აღძრავს ეჭვებს თავის დროზე რატო იქნა ეს ჩადებული 19 აპრილის შეთანხმებაზე, საიდან მოუვიდა ეს მედიატორს, რატომ? იმიტომ ეს არის ჩვეულებრივი, ხედავთ ხო 2 წელი ჩვენ სად ვართ ამის გამო, ვართ ჩიხში. 2 წელია 2021 წლიდან მოყოლებული 2 წელია ჩვენ ვერ აგვირჩევია 19 აპრილის შეთანხმების 19 აპრილის გამო ვართ ჩიხში ვერ ვიჩევთ ცესკოს თავმჯდომარის და წევრებს და რას გვეუბნება ხა ზოგიერთი უცხოელი მათ შორის რომ ამ ჩიხში დარჩითო ის ვინც გვეუბნება რომ დავტოვოთ ის რეგულაცია რა გონი 2 წელი თუ ვერ ავირჩიეთ 5 თვეში ვინ როგორ გამოვირჩიოთ ხო გამორიცხულია ანუ გამორიცხულ და წინასწარ ცნობილ ჩიხსისკენ მიგაქვანებენ და სინამდვილეში ჩიხი კი არა ეს არის უფსკრული იმიტომ ეს არის რეცეპტი იმისთვის გამზადებული პირდაპირ ოპოზიციისთვის რომ შემდეგ ის გეგმა რომელიც მათ აქვთ რომ არ აღიარონ არჩევნები ამისთვის კონდეთ საბაბი და თქვენ რომ აი ცესკოს თავმჯდომარე დროებით თავმჯდომარე იყო ის წევრი დროებითი წევრი იყო ეს არის პირდაპირ რეცეპტი რომ არ აღიარონ არჩევნები და აქაც უნდა ითქვას გავიხსენოთ ყველა ნაციონალურ მოძრაობას და მის კლონებს ეხლა როგორც თავად ნაციონალურ მოძრაობა უწოდებს არც ერთი არჩევნები არ უღიარებიათ 2012 წელი არ აღიარეს სანამ მიხეილ სააკაშვილს ამერიკელმა სენატორები არ მიადგნენ რომ პირველი დემოკრატიული არჩევნები დაბარება მოხდა ხელისუფლების არა ხო გახსოვთ ის საღამო მეც მახსოვს თქვენ გახსოვთ ხო რომ ჩვენ გავიმარჯვეთო მეორე დღეს დილით დაადგნენ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტს და სენატორებმა პრეზიდენტს გადაათქვევინეს სიტყვა ეს ცალკე ისტორიაა საერთოდ ეს რა დამოკიდებულებებია 2016 წელს არ აღიარა ნაციონალურ მოძრაობამ არჩევნები არ შედიოდნენ პარლამენტში რამდენიმე კვირა იყანყარეს ბოლოს მოუწია შეცვლა 2020 წელს არ აღიარეს არჩევნები ერთი წელი არ შედიოდნენ ამიტომ გვაჩვენებს 12 16 20 წელი რომ 2022 წელს ისინი აუცილებლად არ აღიარებენ არჩევნებს და იზრდებენ ეხა საბაბს ბატონო შალვა დღეს სალომე ზურაბიშვილმაც თქვა და მიხვდებით ეხა ამას რატომ თუ არჩევნების შედეგების მიმართ რაიმე ფორმის უნდობლობა იარსებებს ეს დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საქართველოსთვის ძალიან ცუდი იქნება ეს არის პირველი ნაბიჯი დესტაბილიზაციის
დესტაბილიზაციისკენ. იზიარებთ ნაწილობრივ, ანუ ამჯერად 2024-ში ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში თუ კი არჩევნების შედეგების აღიარება არ მოხდა სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები? ანუ ეს შესაძლოა, რომ რაღაც აი შიდა სტაბილურობასაც შეეხოს. თავის ეს არის მიზეზი. სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილმა გაამხილა საკუთარი გეგმები. და ის ამ გეგმის მონაწილე არის, რომ არჩევნების არაღიარებისთვის შექმნას საბაბები. ანუ ყველა ხდება, რომ მოქმედი წესი, ორი წელი მოქმედებს და ჩვენ ვართ ფაქტობრივად ლაბორატორიაში და საცდელი ცხოველები ვართ. მოქმედებს ჩვენთან წესი, რომელიც არსად ამ ქვეყანაზე არ მოქმედებს და კიდევ ერთხელ ნებისმიერ უცხოელს, ნებისმიერ ცხოველები ბატონშალვა, ანუ ვინც ამ წესს გვთავაზობს, რომ ეს წესი იყოს, ვინც არ უნდა იყოს და ნებისმიერ უცხოელს თუნდაც, რომელიც გვაძლევს რეკომენდაციას, რომ ეს წესი იყოს, ყველას ჟურნალისტებს მოუწოდა და უთხრანო, ჯერ თავის ქვეყანაში თუ მოქმედებს ეს წესი და მერე ახსნან, რატო ურჩევენ ამას საქართველოს. არსად არ მოქმედებს, ჩვენ ვართ საცდელი, რაღაც ექსპერიმენტალური რაღაც მოდელი არის ჩვენთვის ან იყო წარმოდგენილი. ამ ექსპერიმენტო აჩვენა რომ არ მოქმედებს, ამ ექსპერიმენტო აჩვენა რომ არ მოქმედებს და ახლა რა თქმა უნდა ამაზე დაჟინებით მოთხოვნა რაც უკვე კიდევ ერთხელ დის ეჭვებს, რომ არის სპეციალურად მოთხოვნა რომ ეს დარჩეს, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ დარჩება ძველი წესი, ჩვენ ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს და იტყვიან რომ ეს არის დროებითი თავმჯდომარე, ამიტომ უნდობლობა და იმ შემთხვევაში თუ კი ავირჩევთ, მათ სათქმელი ექნება თუ კი, მაგრამ რეკომენდაცია სხვა იყო, ეს არ არის კვალიფიციური უმრავლესობა და ამიტომ არ უნდა ვაღიაროთ არჩევნები. საქართველოს მოსახლეობას შევახსენეთ, რომ არასდროს საქართველოს ევროპაში ხო არსად არ ხდება, რომ ცესკოს წევრებს ირჩევენ კვალიფიციური უმრავლესობით. საქართველოში 30 წელი არანაირი კვალიფიციური უმრავლესობით არავინ არასდროს არ ირჩევდა. ანუ ეს ტყუილი რეგულაცია არის აბსოლუტური სისულელე საერთო ჯამში, რაც აჩვენა პრაქტიკამ და უნდათ რომ ამ სისულელეს დაარწმუნოს საზოგადოებამ. საზოგადოება ხედავს, რომ არ მოქმედებს მექანიზმი, ანუ არის უმოქმედო და შემდეგ ჭკვიანი სახეებით ზოგიერთი უცხოელი მათ შორის აქტორი ცდილობს დამტკიცებას რომ აი კი მაგრამ კონსენსუსი და ასე შემდეგ კონსენსუსებზე იზრუნო საკუთარ ქვეყნებში არც ერთ ქვეყანაში ეს წესი არ არის მე დღესაც ვქვი 27 ქვეყანა არის ევროკავშირის წევრი ჯერ 27 ქვეყანა მიიღოს წესები რომ კვალიფიციური უმრავლესობით მიიღონ გადაწყვეტილებები და პირობას რომ ჩვენ ვიქნებით 22 ქვეყანა რომ კვალიფიციური უმრავლესობით შემოვიღეთ ამიტომ იცით რა არის აქ ჩვენ მეორე ხარისხოვანი საზოგადოება და ქვეყანა არ ვართ რომ ჩვენთვის რაღაც ჯუნგლები ვიყოთ თითქოს და მოქმედებს რაღაც სპეცწესები და თავისმოხვეული ესე ბატონო შალვა რომ ძალიან უკვე რა არის უკვე არასერიოზულობით მოიხსენიებთ არ ვიცი ვენეციის კომისიას არ ვიცი და იმიტომ რომ უკვე შედის არასერიოზულობის ზღვარს მიღმა არის ხომ შეუძლებელია რომ აი დააკვირდით არავინ არ ამბობს არგუმენტს რატომ უნდა იყოს ეს ასე ყველა ამბობს 18 აპრილს შეთანხმება ვენეციის კომისია და კი მაგრამ ხო აქვთ უნარი რომ თქვან რატომ არის ეს კარგი და რატომ ფიქრობენ რომ 2 წელი რაც არ მოქმედებს რაც რამაც არ იმუშავა ის იმუშავებს შემდეგ 5 თვეში. როდესაც საუბრობთ აი ასე რომ თქვა რაღაცა საცდელის ვართ რომ რაღაც ჯუნგლები ვგონი ვართ ასეთი ტიპის განცხადებების შემდეგ სხვა თემაზე მინდოდა გადავსულიყავი მაგრამ ბარო მინდა გითხოთ ძალიან ხშირად საუბრობენ აი ანტიდასავლურ რიტორიკას ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამ სტუდიაში რომ აი დასავლეთის ინსტიტუტებს ერჩის ხელისუფლება რომ რაღაც სტრატეგიულ პარტნიორებთან გადახედვა უნდა მოხდეს და ამაზე გადავალეს ხალხის ძალის წერილებით ანუ დასავლეთთან მიმართებაში იცვლება რამე დამოკიდებულება თუ კონკრეტულ ჯგუფებზეა თუ აი ამაზე რომ გვითხრათ და განმარტოთ რატომ ხდება ასეთი ხშირი კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან აი დასავლური რაღაც ორგანიზაციების იმიტომ რომ როდესაც არის აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის რეგულაცია ხო აი არ ვიცი მეტი რაღა მტკიცებულება უნდა არსებობდეს 2 წელი არ მუშაობს არანაირი იმედი და არანაირი გონივრული იმედი არ შეიძლება არსებობდეს რომ შემდეგ 5 თვეში ამუშავდება და ავირჩევთ ხო აქამდე დავიშევდით მაშინ მიუხედავად ამისა რომ ხდება თავს მოხვევა ამ წესის ანუ ქართული საზოგადოება პარლამენტის სახელით და ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მოსახლეობას ხომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ჩვენ ვამბობთ რომ ეს წესი არ მუშაობს ჩვენი მოსახლეობის უმჯობესია რომ იყოს სხვა წესი და როდესაც ახლა თავს გვახვევენ არა იყოს ყველა ის ახლა გამოდის რომ ვინც თავს გვახვევს გამოდის ისინი არასერიოზულად ნიშნულობა არ აქვს ვინც არ უნდა იყოს თუ კი თავს გვახვევს წესს რომელსაც შევყავათ ჩიხში გამოდის რომ ან უნდათ რომ განზრახ შეგვიყვანონ ჩიხში ან ფიქრობენ რომ ქართული საზოგადოება არ არის ანგარიშგასაწევი საზოგადოება მას არ შეიძლება ქონდეს საკუთარი აზრი როგორ უნდა ქონდეს მოწყობილი საკუთარი სისტემა და ეს აბსოლუტურად მიუღებელია რა თქმა უნდა ჩვენთვის და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ვართ მკვეთრები მათ შორის იქიდან გამომდინარე რომ აქედანვე ჩანს რომ ეხლა მიდის დაბევება საბაბის რომ ოქტომბერში არჩევნების არაღიარება მოხდეს და აი ამ ეს სიტყვა დღევანდელ ეთერში ნათქვამია სიტყვა
დაიმახსოვრეთ, გათენდება 27 ოქტომბერი არჩევნების მეორე დღე და ნახავთ, რომ ზუსტად ამაზე იტყვიან შემდეგ, რომ გამოიყენებენ ერთ-ერთ საბაბად, რომ არ აღიარონ არჩევნები და ნახავთ მაშინ, როდესაც ასე ღიად საუბრობთ მუდმივად, რომ არ აღიარებენ არჩევნებს, რომ დისკრედიტაცია მიდის, რას აკეთებს ქართული ოცნება იმისთვის, რომ რაღაც პარტიამ შეიძლება არ აღიაროს, მაგრამ ჯამში ხო უნდა იყოს აღიარებული ეს არჩევნები. იგივე ეს დამკვირვებლების სიმრავლე მოგცემთ ამის გარანტიას, თვითონ არჩევნების რა თქმა უნდა გამჭვირვალედ ჩატარება პირველ რიგში, თუ აი როგორ ემზადება ოცნება ამისთვის, თუ ესე წინასწარ ამბობთ, რომ პირდაპირ ცნობილია თქვენთვის, რომ არ მოხდება ამ არჩევნების შედეგების აღიარება. უბრალოდ ყოვლისა, ეს არის გამოცდილებაზე არჩევნების შედეგების აღიარება. უბრალოდ ყოვლისა, ეს არის გამოცდილებაზე დაფუძნებული დასკვნა. 2012 არ აღიარეს, 16 არ აღიარეს, 20 არ აღიარეს. არანაირი მოლოდინი არ მქონდეს, 24-ს აღიარებენ, ასე რომ და მით უმეტესო აქედანვე ჩანს მათი განწყობები. ანუ ამას უნდა ჩვენ შევხვდეთ უკვე როგორც მოცემულობას, რომ არ აღიარებენ. რას აკეთებს ხელისუფლება? ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ საბაბებს ვკეტავთ, ასე ვთქვათ, ყველანაირად. პირველი ეს იყო ელექტრონული ტექნოლოგიების შემოღება და თქვენ გახსოვთ, რომ 20 წლის არჩევნებს დაარტყეს მათ ეგრეთ წოდებული ბიულეტენები, ბათილი ბიულეტენები, ბალანსები, ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ყველაფერი ტყუილი, მაგრამ აი ფრუცლების ფრიალში საზოგადოება დააბნიეს, თითქოს რამე იყო, დაეხმარა სამართლიანი არჩევნები, რომლებაც ტყუილი და არაზუსტი იყო. შემდეგ გადადგა ეს ისტორია ყველა მის სისტემაში. არ გადგა, ყველა ძალიან თბილ ადგილას არის, კარგი ხელფასებით, იგივე დონორის დაფინანსებით ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს დღეს ქალბატონი აღარ მახსოვს გვარი ვინც იყო მაშინ რომ მას შეცდომა აღიარა და ესეც იყო ის რომ ეს ამის იმედი არ ქონდეთ რომ ესე ადვილად გამოძრებიან ამ შემთხვევიდან. პირველი ეს არის ტექნოლოგიები და თქვენ ატყობთ რომ ვერაფერს ვეღარ ამბობენ არჩევნების დღეზე. ანუ ელექტრონულ არჩევნებს გულისხმობთ. იმიტომ რომ ვერაფერს ვეღარ ამბობენ, იმიტომ რომ იქ ყველაფერი არის უკვე ერთის მხრივ ელექტრონულად დათვლილი, მეორეს მხრივ დოკუმენტირებული და ყველა ბიულეტენი ისევ იქ არის და გადათვლა შეიძლება. სხვათა შორის ამერიკის ბევრ შტატში ეს გადათვლის შესაძლებლობა არ აქვს. ეს ხარვეზები არის ამერიკულ არჩევნებში. ჩვენთან ყველანაირი ხარვეზებისგან დაცული ელექტრონული არჩევნები გვექნება. ამიტომ ჩაიკეტა მათი ასე თქვა სპეკულაციები საარჩევნო დღესთან დაკავშირებით. ეხლა დაიწყეს წინასაარჩევნო გარემო როგორი იქნება. ამ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებითაც ხედავთ რომ არანაირი პრობლემები არ არის და ეძებენ ამ პრობლემებს ეძებენ როგორც ატყობთ და ამიტომაც სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მათ უნდოდათ რომ გრძელვადიანი დამკვირვებლები ყოფილიყო რომ მათ დასანახად რაღაცეები მოხდეს ასე ვთქვათ რომ აისახოს გარკვეული სკანდალები და ჩანაწერები მაგრამ გრძელვადიანი დამკვირვებლებიც ადგილზე არიან და ხედავთ რომ ყველაფერი მიდის რაც ხდება და რაზე ჩვენ უთითებთ პირიქით არის სინამდვილეში ჩვენ ხედავთ რომ უცხოური დაფინანსება იდება პარტიულ ყულაბაში. თქვენ ამაზე საკმაოდ ვრცელი წერილიც გქონდათ ბატონო შალვა. ეს დარღვევა, ანუ რატომ გააკრიტიკეთ ასე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რომელიღაც პოლიტიკოსები შეიძლება რაღაც პროექტში იღებენ მონაწილეობას და თქვა ამ გრანტები და რაღაც თანხას იღებენ. ხო იყო ამაზე საუბარი. რა არის ამაში პრობლემა თქვენთვის ესეთი? პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფოს იდეა არის სუვერენიტეტი. ჩვენ როდესაც ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის 88 წელს აქციები რო იყო ბავშვი ვიყავი, მაშინ მახსოვს 99 წლის 9 აპრილი ჩვენი დამოუკიდებლობა რისთვის გვინდოდა ეს სუვერენიტეტი რა რამე ისეთი ხო არ არის არა? ეს იმიტომ არის რომ არის იდეა რომ ხალხმა საკუთარი ბედი თავად უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ინტერესებით. ეს ერთი. მეორე ასევე არის ფაქტი, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესი და ყველა მოქმედებს საკუთარი ინტერესით. არავინ არ მოქმედებს სხვისი ინტერესით. არც ერთი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე არ მოქმედებს ჩვენი ინტერესით. მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ინტერესი მათ ინტერესს ემთხვევა. კი ბატონო. ახლა ისმის კითხვა, ქართველი პოლიტიკოსი ვის ინტერესით უნდა მოქმედებდეს? ქართველი ხალხის ინტერესით, ხო? და თუ კი ის ფინანსდება უცხოური ფონდებიდან. არის თუ არა ეჭვი გონივრული, რომ ის ატარებს არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ იმის ინტერესებს, ვისგანაც ის ფინანსდება. და სწორედ ამიტომაც ეს შემთხვევაში ამას ხომ ვერ იტყვით, იმიტომ რომ იგივე უცხოური ფინანსები ბევრ ძალიან კარგ საქმესაც ხმარდება, ხო, უამრავი დახმარება. არსებობს რაღაც აი ძეგლების აღდგენა, იქ სოფლის ანუ ძეგლები არჩევნებში არ მონაწილეობენ და ქვეყანას არ მართავენ. ამბობთ, ხო, მხოლოდ მაგას ვკითხულობ. ძეგლები არჩევნებში არ მონაწილეობენ და ქვეყანას არ მართავენ და კაროლებს არ იღებენ. საუბრობთ პოლიტიკოსებზე. და ამიტომ ეს აკრძალულია საქართველოში კანონით, უცხოეთთან დაფინანსება და ყველა ქვეყანაში ეს აკრძალული არის. საფრანგეთში გერმანიამ რომ დააფინანსოს ფრანგული პოლიტიკური რომელიმე პარტია, ეს იქნება სკანდალი, ისეთი რომ გადაეკიდებიან ერთმანეთს საშვილიშვილოდ. ჩვენთან ეს ჩვეულებრივია. ჩვენ ხედავთ პირდაპირ სქემებს, რომ პარტიებს შექმნილი აქვთ NGO-ები
და ეს NGO-ები ფინანსდება უცხოური ყულაბიდან. დღეს მოვისმინეთ ჩვენ ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ფონდი, NED არის ასეთი ორგანიზაცია, მისი ხელმძღვანელის განცხადება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც პარტიულ აქტივობებში ერევიან, ანუ არიან პოლიტიკოსები, ან აქვთ პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების მიღებაში, ისინი აღარ არიან სამოქალაქო საზოგადოება. არადა ზუსტად ეს ორგანიზაცია NED აფინანსებს გახარიას პარტიას NGO-ს, რომელიც შექმნილი არის მისი პარტიის წევრების მიერ. აფინანსებს პირდაპირ მას. აფინანსებს ანა დოლიძეს NGO-ს, მის დაფუძნებულს. აფინანსებს გიორგი კანდელაკის სოვლაპს, რომელიც გვახსოვს ჩვენ რა ამბები ქონდა ახლა ატეხილი შობის თარიღთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკოსებს პირდაპირ ხელფასებს უხდის ამერიკული ფონდი. ასევე არის ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც აფინანსებს დროას, აფინანსებს ევროპულ საქართველოს NGO-ებს, პირდაპირ აფინანსებს და ხელფასებს უხდის ქართველ პოლიტიკოსებს. ახლა, როდესაც ეს პოლიტიკოსები იქნება ეს პარტია საქართველოსთვის, ევროპული საქართველო, დროა, გირჩი, ყველა რო დაждდებიან და მელაპარაკებიან ქართულ პოლიტიკაზე. ხომ არ უნდა ჩავხედოთ, ვისი ფულით გველაპარაკებიან ისინი ქართულ პოლიტიკაზე და ეს კითხვის ნიშანს ხო წარმოშობს, ვის ინტერესებს ატარებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ აუცილებელია ყველა მოეპყროს ამას სერიოზულად და მე მოხარული ვარ, რომ NED-ის ხელმძღვანელმა დღეს ეს განცხადება გააკეთა და ჩანს, რომ როგორც ჩანს ისინი სერიოზულად მიუძღებიან ამის იქით, უბრალოდ ამას უნდა მოყვეს შემდეგი ნაბიჯები. შემდეგი ნაბიჯი იქნება, NED-მა უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება ნათია მეზრუშვილის NGO-ს, NED-მა უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება ანა დოლიძის NGO-ს, NED-მა უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება გიორგი კანდელაკის NGO-ს. აი ეს არის თუ კი მათ უნდა თქვენ კეთილსინდისია. და ისაც ვიცით, რომ კანონით იგრძელებას უცხო ფინანსებით, თქვათ პოლიტიკური ძალის დაფინანსება. როცა ასეთ განცხადებას აკეთებთ, ანუ ეს სამართლებრივად არის, თქვათ რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ თუ ეს არასამთავრობო ფინანსდება და რაღაც ირიბათ მერე პარტია თუ არ ვიცი, აი ამაზე როცა მუდმივად საუბრობთ, ეს ხობაში კანონდარღვევაა. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენთან არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი. თქვენ გახსოვთ ჩარშანა ამ დროს ქართულ საზოგადოებას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ კანონის მეშვეობით ჩვენ საზოგადოებას გაეგო სადმიდის უცხოეთიდან შემოსული ფული არასამთავრობო სექტორში. მაშინ გახსოვთ ძალადობრივი აქციების შედეგად ჩვენ იძულებული შეიქმნით, რომ ეს კანონი აღარ მიგვეყო. ამის შედეგი არის, რომ დღეს საზოგადოება არ იცის, ვერ ხედავს, ვერ აკონტროლებს რა ფული ტრიალებს არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი არის დღესდღეობით საქართველოში. ამიტომ ესეც რაც ვიცით, იმიტომ რომ ხანდახან არასამთავრობო სექტორი. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვამბობ, სისტემა არის ასეთი, რომელიც ახალისებს გაუმჭვირვალობას. ხა ზოგი მეტად გამჭვირვალეა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ სისტემა არის გაუმჭვირვალე. და ჩვენ ეს რაც ვიცით, ეს NGO-ები რაც დავასახელე, ესეც შემთხვევით ვიცით. შემთხვევით სადღაცაც წამოწდებათ რომელიღაცა პოსტში, მაგალითად ელენე ხოშტარიამ, შემთხვევით დაწერა მადლობა ევროპის დემოკრატიის ფონდს, რომ მათი საბაზისო დაფინანსებით ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წელს. პირდაპირ აღიარა რომ რაღაც კანონდარღვევას ქონდა ადგილი. ასეთი შემთხვევითი აღიარებები ვთქვით, თორე სინამდვილეში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. საზოგადოებას უმალავენ, როგორც უცხოური ფონდები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ ფინანსებს, რომელიც საქართველოში პოლიტიკაში არის სინამდვილეში ჩადებული. კარგით, მინდა ეხლა სხვა თემაზე გადავიდე, კიდევ ერთი კანონ პროექტი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ. ასე ქვია, რატომ გახდა აუცილებელი პირველ რიგში ეს მინდა კითხოთ, ამ კანონ პროექტის ახლა მომზადება? ანუ სად ხედავთ ამ პრობლემას საქართველოში გულისხმობ რაღაც პროპაგანდის ნიშნებს, რაზეც ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი ამოვიკითხე, მოვისმინე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამბობს, რომ საერთოდ ეს პროპაგანდა არ არის დღეს საქართველოში და არ დგას ეს პრობლემა. აღარ ვამბობ ოპონენტებზე, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რომ ფეიქ პრობლემის, ფეიქ მოგვარებაზე ზრუნავს ქართული ოცნებაო, მათი ციტირება რომ მოვახდი. თუ შევხედავთ ზოგადად, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის გლობალური გამოწვევა. რომელიც არის თითქოს ამის ასე ვთქვათ არის მრავალფეროვნების დროშით, ბევრი საკითხი, არა მხოლოდ ამ საკითხს ეხება, ბევრ საკითხთან დაკავშირებით პლურალიზმის შემ მრავალფეროვნების დროშით სინამდვილეში სინაცრისფერს და ნაცრისფერის შემოტანა უნდათ ასე ვთქვათ ჩვენს ზოგადად საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და გლობალური იმდენად არის ეს პრობლემა, იმდენად დიდია უკვე, რომ ის რაც სასაცილო იქნებოდა სულ რაღაც 5-7 წლის წინ, 10 წლის წინ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდოდა პირდაპირ ეთერში და იტყოდა, რომ მე მინდა განვაცხადო, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, დღეს ამაზე არავის აღარ ეცინება. ეს მიიღეს როგორც თამამი განცხადება
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომელსაც ყველა ვერ გაბადავდა. არა, კანონი არა, მაგრამ წარმოგიდგენიათ, ეს მან დემონსტრაციულად გადაცხადა, როგორც თამამი განცხადება. ბევრი ამას ვერც ამბობს. და ეს არის ის ტენდენციები, რომელსაც ჩვენ ხედავთ ის რომ მათ შორის იყო ცოტა ხნის წინ რომ სპეციალური მითითებები არის, რომ რა ტერმინები იქნას გამოყენებული მიმართვების დროს და ასე შემდეგ. ჩვენ ხედავთ ჩვეულებრივი თუ დააკვირდებით დასავლეთ მედიაში და მათ შორის საზოგადოების მსჯელობას, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ სქესი ეს არ არის ანატომია, ეს არის არჩევანი, მიუხედავად ანატომიისა. და არა მხოლოდ სქესი ორ სქესს შორის, არამედ ნებისმიერი მრავალფეროვნება სქესისა, რომელსაც ნებისმიერ სახელს დაარქვევ და იქნები ის სქესი თუ გენდერი თუ ასე შემდეგ. ხო და ეს არჩევანის თავისუფლება ხო აქვს ადამიანს თვითონ, ანუ ამის მე რა ვსაუბრობ, იცით არა, რა თქმა უნდა, არა აქვს, იმიტომ რომ არსებობს ორი სქესი, ქალი და კაცი, ეს არის ანატომია. ამაზეა საუბარი. როგორი რამეც თქვენ ხარ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ასაკი. შეგიძლიათ თქვათ, რომ მე მინდა ვიყო ახლა 20 წლის. ხო, შეიძლება გინდათ თუ იყოთ 20 წლის. რატომ არ ხართ 20 წლის? იმიტომ ეს არის ანატომია. ასევე არის სქესი. არა, არასწორი შედარება მგონია ბატონო შალვა, იმიტომ რომ იმას ანუ ეს ასაკი ისეთია მართლა ვერაფერს ვერ უზამ, რა ასაკისაც ხარ წლებს ვერ დააბრუნებ და ეს ადამიანის თავისი არჩევანია. არა, ბიოლოგია არის როგორც უნდა იცხოვრონ და ასე შემდეგ, რა ვიცი. ცხოვრების წესთან არის კავშირი არ აქვს ამას, ეს არის ბიოლოგია, ბიოლოგიური მარკერები არის ბიოლოგიური მარკერები. ადამიანი არის ან ასე ან არ არის ასე, ეს ბიოლოგიური მარკერები არის. რა თქმა უნდა შეიძლება ის სქესის შეცვლა და სხვა ისინი შესაძლებლობა იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბიოლოგიურ მარკერებზე. ამიტომ ეს რა თქმა უნდა არის გამოწვევა. ჩვენ რაზე ვსაუბრობთ დღეს და რატომ დავიწყეთ ამაზე მსჯელობა. ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ მართლა ქალი-ქალია, კაცი-კაცი და დედამიწას რომ დედამიწაზე შეგვიძლია დავარქვათ და ქართლის დედას ქართლის დედას ჯერჯერობით ამაზე არავინ არ გვედავება. მაგრამ გამოცდილება გვეუბნება, რომ ცოტა ხანში ეს ჩვენ კარსაც მოადგება. და აქედან უნდა ვიყოთ ამისთვის მზად, ჩამოვიყალიბოთ ჩვენი პოზიცია, რა გვინდა. გავიხსენებ რა უნდა ჩაიწეროს, აი იცით რატო უკაცრავად დავსვამ კითხვას. ვიუსმინე პრემიერსაც, რომელმაც თქვა, რომ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ კონსტიტუციის მეორე მუხლთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ერთის მხრივ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ანუ თუ შეზღუდვაზეა საუბარი და რაღაცა შეზღუდვაზე არის, ხო აკრძალვაზე თუ თქვა ეს კანონის ფორმას მიიღებს, რისიც არ უნდა იყოს, როგორ მოვა მეორე მუხლთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს თანხwebdriver-ში. ანუ აი რა ტიპის კანონის მისაღებად ემზადება მართველი? უბრალოდ ყოვლისა როგორ შეიძლება ეს მოგვადგეს. სულ ცოტა ხნის წინ 2017 წელს, როდესაც კონსტიტუციური რეფორმა იყო, მეც გახდით საკონსტიტუციო კომისიის წევრი, გახსოვთ რომ მაშინ კონსტიტუციური რეფორმის შედეგად კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. და გახსოვთ მაშინ ცოტა მორიდებული დისკუსია იყო ამაზე, თუმცა მაშინ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აპროტესტებდა ამ ჩანაწერს, მათ შორის იმ მოტივით, რომ ეს საკითხი არ დგას საქართველოში. ზუსტად მახსოვს მაშინდელი მსჯელობა, რომ ეს ჩანაწერი ოჯახთან და ქორწინებასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსში ისედაც არისო, რომ ქალის და მამაკაცის კავშირი და რა საჭიროა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში. ეს იყო მაშინ არგუმენტი, რომ არ არის ეს პრობლემა, არ არის გამოწვევა და რატო უწევთ. ხო აღმოჩნდა, რომ ნელ-ნელა ეს საკითხები შემოდის შემდეგ საქართველოში, რომ იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, იყოს დაშვებული, რომ მათ შვილათაყვანის შესაძლებლობა ჰქონდეს შემდეგ ამ ქორწინებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ აუცილებლად ეს საკითხიც მოვა ჩვენამდე და უნდა ვიყოთ ამაზე ჩამოყალიბებული. რაც შეეხება შეზღუდვა არ შეზღუდვა. რა თქმა უნდა ნებისმიერ რეგულაცია შეზღუდვა არის. ეს თავისთავად ასეა. საქმე იმაში არის, რომ ეს უნდა იყოს პროპორციული და უნდა იყოს გამართლებული ეს შეზღუდვა, ხო? და ეხლა საუბარი რა თითქოს რომ ეს სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება და ასე შემდეგ და პროპაგანდა. რა თქმა უნდა, როცა ზღუდავ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმური მიზანი თუ არის შეიძლება. კანონითაც იყოს და ასევე შეიძლება გარკვეული ასე ვთქვათ საზოგადოებრივი განწყობით. აი ჯგუფები რომლებიც დღეს ამბობენ რომ როგორ შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ამბობენ რომ მაგალითად რომ ანტიდასავლური პროპაგანდა უნდა შეიზღუდოს. ანუ ვიღაცა შეიძლება ანტიდასავლური განწყობები ქონდეს, ის მისი უფლებაა, მაგრამ ამის გამოხატვა და პროპაგირება უნდა შეზღუდული იყოს. მაგალითად პრორუსული პროპაგანდა ხომ უნდა შეიზღუდოს თანხმდებით, ხო, შეიზღუდოს. ანუ ვიღაცა შეიძლება განწყობით იყოს პრორუსი, მაგრამ გვინდა ჩვენი განწყობა საზოგადოების, რომ მოდი ჩვენ შევზღუდოთ ამისი პროპაგირება, ამ იდეების. აქაც ესე არის. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ
არატრადიციული ორიენტაციის ქონა არ ქონა ვინმე შეიძლება ქონდეს თუ არ ქონდეს. სწორედ ეს არის ანტიდისკრიმინაციული კანონის და მეორე თავის საკითხი, რომ რა თქმა უნდა ეს მათი უფლება არის ყველას. მაგრამ საკითხი არის, რომ ამის პროპაგირება, თუ კი შეიძლება შევზღუდოთ ანტიდასავლური, ანტიქართული პროპაგანდა, არ ვიცი მე, ანტი რაღაც პროპაგანდა, რატომ არ შეიძლება, რატომ არ უნდა შევზღუდოთ ის, რადგან ჯერ ამაზე ვიზრუნო, მას შეიძლება ვინმე არ გვეთანხმება, რომ ეს შეიძლება მავნე იყოს ასეთი სახის პროპაგანდა, ესეც თქვა. არა, არ გეთანხმებენ იმაში, რომ საერთოდ ამბობენ, რომ პროპაგანდა როგორც ესეთი, ასეთი თემის არ არსებობს. ეს არის უფლებების დაცვისკენ მიმართული ინფორმირება, ანუ აი ზუსტად ეს მინდა კითხოთ, სად გადის ინფორმირების და თქვათ პროპაგანდა ეგრეთ წოდებული შორის ზღვარი. და ამას რას გულისხმობ? აი მაგალითად, შეზღუდა გაითვალისწინებს, აი ფილმი იყო ცნობილი დაჩვე, ვიცეკოთ, ნახეთ რა ხდებოდა იმის პრემიერაზე, მაგრამ უამრავი პრიზი მიიღო ამ ფილმმა, რა ვიცი, წიგნი აღარ უნდა ანუ რა ტიპის შეზღუდვაზეა საუბარი? უპირველეს ყოვლისა, რა არის პროპაგანდა? პროპაგანდა ეს არის მიზანმიმართული, რაღაც სისტემური თავსმოხვევა რაღაცა იდეის. ეს შეიძლება კარგი იდეაც იყოს, ხა შეიძლება, არ ვიცი, დამოუკიდებელ საქართველოს დამოუკიდებლობის პროპაგანდა ქონდეს, ან არ ვიცი, ქართული კულტურის პროპაგანდა, ხომ? რაღაც იდეის, ან მიზნის სისტემური თავსმოხვევა, რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ბიძგება აქეთკენ, ხომ? ამიტომ რა თქმა უნდა, პროპაგანდა როგორც ასეთი არსებობს. ნებისმიერი თემი შეიძლება იყოს. შეიძლება ვიღაც არ გვეთანხმება ეს მავნე არის თუ არ არის და კარგი არის თუ არ არის. მაშინ ეს თქვან, კარგი არის თუ არ არის და არის თუ არა კარგი. რაღაც შედეგი მოყვება. ამას რა შედეგი მოყვება? ანუ რითიზიან ადამიანები ალბათ მოისმენთ თქვენი ოპონენტების იმასაც ხო რომ რაღაც როგორ უნდა იმოქმედოს ამ ადამიანზე რომელსაც თქვა რატომ მოუწია ინგლისის პრემიერ-მინისტრს გამოსულა თქმა რომ ხალხო მე აქ ვაცხადებ რომ ქალი არის ქალი, კაცი არის კაცი და გაიგონეთ ყველამ. რატომ მოუწია ეს ყველაფერი? ხომ თუ არაფერი ზიანდება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აი ასეთ მიდგომებს მივყევართ სოციალური ქსოვილის რღვევისკენ. და ეს არის საბოლოო ჯამში ხანდახან ალბათ მიზეზი. ანუ გამორიცხავთ რომ თქვა უფლებები მეტად დაცულია მათი, მეტად უფრო ღია გახდა საზოგადოება და შესაბამისად აი რაღაც მოვისმინე რომ რაღაც პროცენტული მაჩვენებლები გაიზარდა. ეს ამიტომ თუ ამიტომ, აი რატომ უწია ხომ, არ ვიცი ბრიტანეთის პრემიერმა რატომ გადაწყვიტა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ რომ ამიტომ უფრო წარმოჩენილებენ, უფრო თამამად ამბობენ ადამიანები თავიანთი ორიენტაციის შესახებ. ანუ ამაზეც არ არის პრობლემა. რაც შეეხება ზოგადად კანონპროექტს, ჩვენ ამიტომაც თქვით რომ არანაირი პროექტი მზა არ არსებობს, არსებობს ჩვენი შეფასება საფრთხეებისა და ჩვენი შეფასება რომ საჭირო არის აქედანვე ზრუნვა, რომ არ აღმოჩნდეთ იმ მდგომარეობაში, სადაც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი, როდესაც პრემიერ-მინისტრს უწევს შემდეგ ამაზე განცხადების კეთება. აქედანვე ვიზრუნოთ და შევთავაზეთ ყველას ოპოზიციას, სასამართლო სექტორს. ეს შევთავაზეთო. პირველი გვეთანხმებით თუ არა იმასში, რომ ეს არის მავნე საკითხი, ანუ საფრთხე და მეორე თუ გვეთანხმებით, ამისი რეგულაცია გავაკეთოთ კანონით, მორალით, ეთიკით, არ ვიცი მე, სხვა რა ფორმებით შეიძლება იყოს. მაგრამ კიდევ ერთხელ რაც შეეხება ამ ასე ვთქვათ ზეგავლენას, იდეა რაში არის, რომ საზოგადოება ეს ხო არ არის რაღაცა ქაოტური მოძრაობა ადამიანების რაღაც ტერიტორიაზე. საზოგადოება, და ამიტომაც გვქვია ჩვენ ერთი საზოგადოება და ამიტომაც ვთქვათ ერთი სახელმწიფო, ამიტომაც ვთქვათ ჩვენ საქართველო და ერთი მივაკუთვნებთ ერთ ჯგუფს, რომ ჩვენ რაღაცა სოციალური ქსოვილი არსებობს, რაღაცა რაც გვაკავშირებს. და ასეთი კავშირების დარღვევისკენ არის საბოლოო ჯამში მიმართული ის რომ ოჯახი, დედა, მამა, ქალი, კაცი, ეს ყველაფერი უბრალოვდება, უფასურდება, რელატიური, ანუ ფარდობითი ხდება, არჩევითი ხდება, დღეს ხარ ქალი, ხვალ იქნები კაცი, ზეგ იქნები ისევ ქალი, მაზე იქნები საშუალო სქესი და ხო ვიცით ეს რომ სხვადასხვა ტერმინები გამოიყენება. ქართულში ღმერთის წყალობით გრამატიკულად ისეა რომ სქესის გამსაზღვრელი ესენი არ გვაქვს ასე თქვა და ამხრივ გრამატიკული პროექტორი აქამდე დიდი ხანი იქნებოდა ამაზე უკვე დიდი წიოკი ატეხილი რაც არის ატეხილი იმ ქვეყნებში იმ ენებში სადაც სქესის გამიჯვნა ხდება მათ შორის ხო აქამდე აქაც იქნებოდა ამიტომ საბოლოო ჯამში აქეთკენ არის მიმართული რომ ყველაფერი გახდეს ნაცრისფერი სინამდვილეში მრავალფეროვნების დროშით ჩვენ უნდათო ჩვენთან ნაცრისფერი დაამკვიდრო. ეს არის რომ იყოს აღარ არსებობდეს ეს გაგებები რაც ჩვენ გქონდა, ის ურთიერთობა, ის ოჯახი, სქესი, ეს ყველაფერი რაც ქმნის საზოგადოებას. ხომ ეს ხომ არ არის კიდევ ერთხელ ჩვენ ხო არ ვართ რაღაცა რობოტები და უსლოს არსებები, რომლებიც ასე მოძრაობთ, რაღაც შემოსავალს ვიღებთ, გარკვეული პერიოდი ცოცხლობთ და ამით მთავრდება ჩვენი ცხოვრება. ეს არის სოციალური
ქსოვილი, რომელიც არის გარკვეული ტრადიციებით, წარმოდგენებით, აღქმებით და მათ შორის ტერმინებით ერთმანეთთან დაკავშირებული. და ყველაფერს რომ ჩვენ დედამიწას ქვია, ამაში ჩინა არსებობს, რომ ეს არის დედამიწა და არა ვთქვათ ისე როგორც გერმანიაში ქვია мама მიწა პირდაპირ თარგმანს თუ გამოვიყენებთ. ხო ესეც ხო ჩვენი დამოკიდებულებები არის და ამიტომ ვართ ჩვენ ქართული საზოგადოება და არა გერმანული საზოგადოება. აქ ერთიც მინდა ამ თემაზე კითხო და მოვრჩები, სხვა თემაზე გადავალ. ოპოზიცია ამბობს, რომ მთავარი თემებიდან, იმიტომ რომ მაინც ბევრი თვლის, რომ ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომ დღეს ხელისუფლებამ ამ თემაზე ისაუბროს და არის მთავარი თემებიდან გადატანის მცდელობა და რომ პრობლემა და არც ერთ გამოკითხვაში, მაგალითად ან მაშკვლევებში ადამიანები ამას და არა და ბევრ სხვა პრობლემას ასახელებენ. აი რას უპასუხებთ ამას? ანუ მთავარი პრობლემებიდან გადატანა და რაღაც დაიწყეს აი ფასებზე კამპანია, ხო, მე მოვისმინე რომ ესეც მათი PR სტრატეგია, მაგრამ მოკლედ მესმის რომ წინასარჩევნო სტრატეგიების ახლა ჩვეულებრივი ბრძოლაა პოლიტიკაში, მაგრამ ამაზე რა პასუხი გაქვთ? რატომ გახდა ეს მთავარი თემა დღეს? და არის თუ არა სხვა პრობლემები და გავლენ ხალხში საარჩევნო კამპანიას და მე მიხვდებიან არის თუ არა ეს მთავარი საკითხი. აი გავიდნენ ხალხში და მიხვდებიან და ქართული ხალხი ზუსტად ამაზე გასცემს მათ პასუხს. რაც შეეხება მათ დამოკიდებულებას, ატყობ თქვენ გარკვეული დაბნეულობა აქვთ ჯერ კიდევ რომ არიციან რატო იმიტომ რომ ისინი საქართველოსკენ კი არ იყურებიან. საქართველოს საზღვრის გარეთ იყურებიან. რა რეაქცია ქონდეთ რაღაც თემებზე, ისინი ელოდებიან გზავნილებს და სიგნალებს, რომ ეხლა ეს მოიწონონ თუ არ მოიწონონ, იმიტომ კიდევ ერთხელ ამ რაც შეეხება LGBT პროპაგანდას, ეს დიდი ტალღა არის, რომელიც საკმაოდ ბძლავრად, იმდენად ბძლავრია, რომ კიდევ ერთხელ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უწევს საჯარო განცხადებების გაკეთება. ეს ბძლავრი კამპანია არის ყველა ქვეყანაში გაშლილი. იყურებიან იქით. იმიტომ მე ფინანსები მოძდით იქიდან, რაღაც გავლენების საკითხი არის, რომელიც მათ უნდათ რომ გამოიყენონ და ასე შემდეგ. და არ არიან ორიენტირებული ქართველი ხალხის ინტერესებზე და გამოწვევებზე. რაც შეეხება და შემდეგ ასე ვთქვათ, რაღაც სანაცვლოდ შემოიტანეს თემა სოციალური ფასები და ასე შემდეგ. ეს ის სფეროა, სადაც არც კი ურჩევ რომ შევიდნენ, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას აქ დამარცხებული არ თავიდანვე. ფასები, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სკოლა, განათლება, არც მე მიკვეს საერთოდ ამ თემას რომ ეხებიან. ნაციონალურ მოძრაობა, რომელიც დაანგრია, სკოლებს ხურავდა. ფასიანი იყო სკოლა, ხო გახსოვთ, მათ დროს იყო ფასიანი. ბავშვს სკოლაში ვერ მიიყვანდა ადამიანი, ბაღში იყო ფასიანი. სკოლებს ხურავდნენ. ჯანდაცვა არ არსებობდა სახელმწიფო დაფინანსებები თითქმის. სოციალური დახმარება მათი მხრიდან. რაც შეეხება ფასებს და ასე შემდეგ. ფასებზე ხშირად გამოვიდა რომ სხვა ფასები იყო მაშინ. რა თქმა უნდა, უყურეთ, ახლა ინფლაცია ძალიან გაძვირდა ყველაფერი. მარტივი პოპულისტური საკითხია, რომ ხა 10 წლის წინ რაღაცა რო ღირდა ლარი, დღეს რომ მეტი ეღირება ყველა ქვეყანაში. ეს არის ეკონომიკური აქსიომა. ნებისმიერ ქვეყანაში ინფლაცია არის, იმატეს ფასები. დოლარი კინოებს მაინც ხო უყურებს ხალხი და ასე მიხვდებიან, არა, ხა გონიათ რომ ატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, რომ უყურებენ ფილმებს, რომელიც არის, რა ვიცი, ეხება 100 წლის წინანდელ ამბავს, მაშინდელი დოლარი რა იყო და დღევანდელი დოლარი რა არის, ხო? და თუ შევხედავთ რიცხვებს, სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში მათ დროს რო ავიღოთ მაგალითად საშუალო ხელფასი 700 ლარი იყო, დღეს არის 1800 ლარი. ფასი თუ იზრდება, ეს ბუნებრივი პროცესია. საშუალო ხელფასიც გაიზარდა 700-დან 1800 ლარამდე. უმუშევრობა თუ იყო 26% მაშინ, დღეს არის 16%. 10% შემცირებულია. შესაბამისად 120,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ქართულმა ოცნებამ. 1,300,000 ადამიანი არის დღეს დასაქმებული. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრები ნაციონალ მოძრაობის დრო გამოდიან ხა ფერადი პლაკატებით და სოციალურ საკითხებზე საუბრობენ 30% საქართველოს მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო. გაანახევრა ქართულმა ოცნებამ ეს რიცხვი. დღეს 15% არის. თუმცა მივდივართ ქვემოთ და ქვემოთ. მაგრამ პრობლემა არის მაინც ხო ვთქვათ, ეს თქვენ ხა ოპონენტებს პასუხობთ და გასაგებია, მაგრამ პრობლემა არის იგივე ფასების ზრდა მაინც ხო ვთქვათ, ეს ეკონომიკურ ნაწილში ადამიანების გაჭირვება მესმის რომ ეს ყველაფერი შემცირდა და ამაზე ხშირად თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ ეს გასული მიგრაციის ფონზე შეიცვალა ეს ციფრებიო და რას უპასუხებთ ამას? არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს და კიდევ ერთხელ ფასებს რაც შეეხება მათ დროს ადამიანები სახლებს ყიდიდნენ, სესხებს იღებდნენ, ვალში ვარდებოდნენ რომ წამალი ეყიდათ. დღეს წამლები არის უფასო. ბევრი ასე ვთქვათ სეგმენტისთვის მოსახლეობის არის უფასო, მათ შორის ცალკეულ დაავადებებთან დაკავშირებით. მაშინ ადამიანი იყო განწირული სიკვდილისთვის,
ან სიღატაკისთვის, იმისთვის რომ ემკურნალა. ხო გვახსოვს ახლა შორეული წარსული ხო არ არის, ყველა ამ ქვეყანაში ვართ, ყველას ოჯახის წევრები ყავს, ყველას სჭირდებოდა სამედიცინო მომსახურება მაშინაც და დღესაც და ხო ვიცით რა იყო მაშინ. ადამიანი ან სიღატაკისთვის იყო განწერული, ან სიკვდილისთვის იყო განწერული მათ დროს. დღეს ჯანდაცვის სისტემა არის მათ შორის წამლების ფასებთან დაკავშირებითაც, იცით რომ რეგულირება ფასების ხდება და რამდენად დაიწია მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი, ასე ვთქვათ, გადახდილმა თანხამ სამედიცინო მომსახურებიც. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მიყვება და იქ, სადაც ბაზარს აქვს დეფექტები ფასებთან დაკავშირებით, მაგალითად არის ჭარბად ზრდა. იქ სახელმწიფო შედის ანტიმონოპოლიური სამსახურის მეშვეობით და ცდილობს ეს მოაწესრიგოს, შედის სექტორების მიხედვით, მაგალითად სამედიცინო სექტორში და იცით რომ DRG-ის ასე ვთქვათ მეთოდით სამედიცინო მომსახურება დღეს სტანდარტიზებული ფასებით არის. არ გვახსოვს მაშინ რა დრო იყო და მე ეს მიკვირს რომ ამას იყო დრო ამ ქვეყანაში ბინებს ყიდნენ რომ და სახელმწიფო ვიცით რომ ამერიკელი PR კონსულტანტი ყავს ჩამოყვანილი და ეს ფერადი რაღაც ამერიკული სტილის პლაკატები გასაგებია რომ იქაური გემოვნება გადმოიტანეს, მაგრამ ის ურჩევს, მაგრამ ამათ ხო აქვთ ახლა თავისი თავი ხრებზე, ხო? რა თემაში შედიან? სოციალური საკითხების თემაში შედის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მაინც ყველაზე მეტად სოციალური თემები აწუხებს ნაციონალური მოძრაობა, რომლის დროსაც იყო, არ ვიცი, აღვი რახსნილი ლიბერტარიანიზმი, როდესაც ადამიანი იყო ნული. არა მხოლოდ ადამიანის უფლებების კუთხით იყო ნული, საპატიმროში იყო ნული, მისი უფლებების შრომით იყო ნული, ასევე მისი სოციალური უფლებებიც იყო ნული ნაციონალური მოძრაობის დროს. და ესენი ლაპარაკობენ სოციალურ საკითხებზე. კარგით, არ მინდა რომ წარსულზე ვისაუბრო, მინდა ამნისტიის კანონპროექტზეც გკითხოთ. გირჩის და პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა გადაიდო 2 თვით განხილვა, იყო საუბარი რომ აქ სამოხელეო დანაშაულის შემთხვევაში ეს შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს და ითქვა რომ აი ქართულმა ოცნებამ და რამდენიმე პარტიამ თავის სწორედ ამის გამო შეიკავა. ასეა ეს თუ არა და აპირებს თუ არა ქართული ოცნება განიხილოს საერთოდ ეს ამნისტიის პროექტი, იმიტომ რომ იაგო ხვიჩიას ძალიან ხშირად აი ჩემ სტუდიაშიც უთქვამს რომ მაგალითად მოყავს რომ პრემიერი მე და მეთანხმავ და გახსოვთ ის პრემიერის გამოსვლა ხო პარლამენტში, როდესაც ითქვა რომ მართლა ბევრია პატიმარი და ამ თემაზე მსჯელობის დაწყება შესაძლოა. დაიწყება 2 თვეში, თუ ეს უბრალოდ გადაიდო ეს თემა. ანუ ამნისტია იმ ფორმით, რომელიც გირჩს აქვს შემოთავაზებული, რა თქმა უნდა, არა, საყოველთაო და ყოვლის მომცველი და გახსნათ ციხისკარებები, რა თქმა უნდა, ეს არა, ხა გირჩს ახასიათებს ცოტა, რა ვიცი, არა ამ ქვეყნიური იდეები ხოლმე. მაგრამ რაც შეეხება საკითხს, ამიტომ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საკითხს, ისინი ცოტა ხანდახან ქარაფშუთულად უყურებენ ყველაფერს. რაც შეეხება საკითხს, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილი, ერთის მხრივ საჩასულების დაწესებულებაში, პენიტენციურ სისტემაში იყოს პირობები იყოს იმისთვის უპირველეს ყოვლისა, რომ რესოციალიზაციის, იცით რომ მათ შორის განათლება მიიღება იმ საჯელის მოხდის პერიოდში, მათ შორის დასაქმება საჯელის მოხდის პირობებში, იმისთვის რომ ადამიანი სოციალურად მზად იყოს შემდეგ რომ გამოვიდეს და დაბრუნდეს საზოგადოებაში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ასევე არის, რომ ასე ვთქვათ, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც იყოს საერთო ევროპული დონის. ჩვენ წარმოგიდგენიათ 25,000-დან თუ არ ვცდები, ჩამოვედით დაახლოებით 9,000 პატიმრამდე და მაინც ჯერ კიდე გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ მივიდეთ რაღაც საშუალო ევროპულ დონემდე რაოდენობით. წარმოგიდგენიათ, სად იყო ნაციონალური მოძრაობის დროს სოფლიოში ვიყავით მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ერთსულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით. მეორე ადგილზე ვიყავით სოფლიოში და ჩამოვედით და ეს სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად მათ შორის ის რომ არა საპატიმრო ზომები გამოიყენება და ასე შემდეგ და ეს არის ნაწილი პოლიტიკისა. თუ კი საჭირო იქნება მათ შორის ამნისტიის გამოყენებით გარკვეული კორექციების შეტანა, ეს უნდა განსაზღვროს უპირველეს ყოვლისა იუსტიციის სამინისტრომ, პენიტენციურმა დაწესებულებმა ის ვისაც აქვს. ანუ მუხლებზე შეიძლება დაიწყოს მსჯელობა, მაგრამ რაღაცამდე ხო, მაგრამ ამ ფორმით არა, მაგრამ რაღაც არის ხო და მუხლების იმაზე დავა თქვა რომელი მუხლით. ეს არ უნდა იყოს ეს თავისთავად ამნისტიის პოლიტიკური აქტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური პროგრამა, ასე ვთქვათ, რომ ახლა გავხსნათ ციხისკარები და გამოუშვათ ყველა ესე არ არის ახლა ადამიანის დანაშაული აქვს ჩადენილი, იმ დანაშაულს ყავს თავისი დაზარალებული, ეს რთული საკითხია ზოგადად, იმიტომ რომ დაზარებულსაც უნდა ჰქონდეს განცდა სამართლიანობის, რომ მის მიმართ დანაშაული მის ჩაიდინა, მან მოიხადოს სასჯელი სამართლიანი. ამიტომ გვინდა ჩვენ რომ მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე მოიხადოს სასჯელი, ვინაიდან ეს არის
არის ჩვენი ვალი მისი სისტემის მსხვერპლების წინაშე. იმიტომ ისინი გვიყურებენ ჩვენ და სახელმწიფოს იმედი ამიტომ აქვს, რომ ის რაც მიხეილ სააკაშვილმა დააწია ქართულ საზოგადოებას, ამისთვის მან პასუხი აგოს, რა თქმა უნდა. ამიტომ ეს არის არა იმდენად მხოლოდ სააკაშვილი არ გახდა, ვთქვათ, ამ ამნისტიის კანონპროექტის განხილვაზე უარის თქმის მიზეზი. არა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს პოპულისტური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, არამედ ეს უნდა იყოს სისტემური განსჯის შედეგი. ამაზე ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს იუსტიციის სამინისტროს პენტენციურ დაწესებულებას, რომელმაც იცის ასე ვთქვათ შემადგენლობა როგორი არის, იცის რაოდენობები, იცის მსუბუქი და მძიმე დანაშაულების ვინ რამდენი იხრის სასჯელს და რა შესაძლებლობები არის და მათ შორის ქცევიდან გამომდინარე როგორ შეიძლება რომ ისე რომ საზოგადოება არ დაზიანდეს და ამავე დროს მიეცეთ შანსი და გარკვეული გამოიჩინოს სახელმწიფომ, მათ შორის დაზარალებულების სახელით. ამ შემთხვევაში ჩვენ მათი სახელით მოქმედეთ, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს პასუხისმგებლობა დაზარალებულების მიმართ, მათი სახელით გამოიჩინოს, ასე ვთქვათ, გარკვეული განწყობა სიკეთე, ასე ვთქვათ, კეთილინება რომ ვიღაცამ დატოვოს საბადო ან შეუმსუბუქდეს სასჯელი, ყველა დატოვებაზე არ იყოს საუბარი. ან ახლა დატოვოს უკვე, ან უფრო ადრე დატოვოს რაღაც პერიოდის შემდეგ. ამიტომ ეს ამას ჩვენ უყურებთ სერიოზული პრიზმით, რა მომენტშიც ამაზე იქნება მომწიფებული რაიმე გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა იუსტიციის სამინისტროს განსაჩველი საკითხი. კიდევ ერთი თემა, რასაც მინდა შევეხო, აი სააკაშვილი ვახსენეთ და ეს ქართული ოცნების განცხადებები მინდა გავიხსენო, რომ მოკეთ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი ქოლგის ქვეშ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს. ხშირად საუბრობს ამაზე ქართული ოცნება. მინდა განმიმარტოთ, აი რაში ხედავთ ამას, ვგულისხმობ, აი მაგალითად შემოვიდა მელია, უკვე ჩანს რომ 4 ნომრით იქნება ვთქვათ გუშინ გაკეთა განცხადება და ის ნაციონალურ მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარეა და ვთქვათ სათქმელად შეიძლება უფრო მარტივი იყოს პოლიტიკურად, რომ აი ხო ნაცების რაღაც წარმომადგენელია, თუმცა ამაზეც მინდა კითხოთ, იმიტომ რომ მან დატოვა პარტია, რაღაც განსხვავებები არსებობს, ესე იგი და წავიდა, ხო, რატომ არის ისევ ნაციონალური მოძრაობა? საუბარია რომ ნიკა გვარამია შემოვა ველზე, მაგრამ არსებობს ლელო და გახარიას საქართველოსთვის, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად რომ გაემიჯნონ ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან ხშირად აკრიტიკებენ იგივე სააკაშვილთან მიმართებაში, ვთქვათ, პარტია საქართველოს ინიციატივა ქონდა რომ ციხეში გადაიყვანეთ რატოა ვივამეთში. ანუ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, მაგრამ ამ ფონზე მუდმივად ხელისუფლება უმტკიცებს საზოგადოებას, რომ ეს ყველა მაინც ერთი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობაა, როგორც თქვენ მათ მოიხსენიებთ. ან ნაციონალური მოძრაობის კლონები, როგორც მოიხსენია ისინი თავად მიხეილ სააკაშვილმა. მე მგონი ვინ და მიხეილ სააკაშვილი კარგად იცნობს ნაციონალური მოძრაობის ანატომიას, ამიტომ მე მგონი ამაში მას უნდა ვენდოთ. იმიტომ რომ ის კარგად ხედავს ვინ არის კლონები. თქვა ის რაც მაგალითად ვინ არის კლონები, რა თქმა უნდა, ჩანს საერთო ჯამში და რა არის ის მეორეც არის. ხა ეს რომ იყოს პირველი შემთხვევა და ჩვენ რომ ვიყოთ მიამიტი საზოგადოება, რომ მართლა შეიძლება შეგინთ რაღაც მოხდა განხეთქილება, გაიყვნენ და სხვა პლატფორმები აქვს, შეიძლება დაგვეჯერებინა, მაგრამ რაიმე სხვა მოხდა 2016-ში, 2000 ან აი ამ შუალედებში, როდესაც ხან ევროპული საქართველო ვითომ ცალკე იყო და ესე ხან ხან ევროპული საქართველოს ლიდერები, ხო? ჭიაბერაშვილი და უგულავა შემდეგ ეხლა ხო ისე ვიქარია ნაციონალურ მოძრაობაში. სტრატეგია აღმაშენებელი ხო გახსოვთ როგორ გამოიყო და რა ამბები იყო ჯარჯერზე. ახლა ხო ისე ვიქარია. ანუ ამ ყველაფერს ხო ხედავთ და ნუ ეხლა მართლა ხო არ ბნელა ამ ქვეყანაში არა. ამას ყველაფერს საზოგადოება ხედავს. ამიტომ ეს კინო, ეს სერიალი, ეს კბილი, არ ვიცი რა ეპითეტი გამოიყენეთ, ეს ყველაფერი უკვე გავლილი აქვს. თან ხალხი რა ხალხი გველაპარაკება, ვინც პარტიის თავმჯდომარეები იყვნენ და ლიდერები იყვნენ, გვეუბნებიან რომ მათ არაფერი საერთო აღარ აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არის ჩვეულებრივი ტაქტიკა იმისთვის რომ დააბნიონ, შეეცადონ დააბნიონ საზოგადოება, იმისთვის რომ რაც შეიძლება მეტი რაღაცა ხმა იმ ველიდან წამოიღონ, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ხმას არ მისცემს და რაღაცნაირად დააბნიონ, რომ აი ჩვენც ვაკრიტიკებთ ნაციონალურ მოძრაობას. ანუ იმ გადაუწყვეტელ ამ მომრჩეველზე მუშაობენ ფიქრობთ თუ იმ ამორჩეველზე ვინც შესაძლოა ნაციონალურ მოძრაობას დააკლდა, ეს არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ ასე ჩანს და რაღაც ცვლილებების შემდეგ შეიძლება აღარ იყოს იგივე მაჩვენებელი. დღეს რეალურად ჩვენ რასაც ვამბობთ, სინამდვილეში მართლა ასე არის, რომ დაახლოებით 100-ია განაწილება, 60%-ის ფარგლებში არის ქართული ოცნების ხარდაჭერა, 20% ძლივს აღწევს და ვერც კი 15%-ის ფარგლებში არის ნაციონალური მოძრაობა და არის დარჩენილი რაოდენობა, რომელზეც ახლა მიდის, ასე ვთქვათ, მათი მხრიდან ცდელობა, რომ იქნებ რაიმენაირად წამოციცქნონ იქ ხმები
რისთვის? იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ისე შემოვიდნენ ასე ვთქვათ, პარლამენტში, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღოს ქართულმა ოცნებამ. არა და ეს არის დღეს ქართული საზოგადოების ამოცანა. და ეს არის ქართული საზოგადოების საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. რატომ არის ეს ხელისუფლება? ეს ხო თქვენი სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენ პარტიას ეხება ეს ქართულ ოცნებას, მაგრამ ჩვენ ხომ წარმოვადგენთ ქართულ საზოგადოებას. და ამ ქართული საზოგადოების წარმოდგენით ამ მანდატით რა გავაკეთეთ ჩვენ და ამიტომ რატო არის ეს საჭირო? რა შევძელით ჩვენ? ჩვენ შევძელით ის, რომ რეალური ომის საფრთხე აგვეცილებინა ამ ქვეყნისგან. აბსოლუტური გარანტიით შეიძლება იმის თქვა, რომ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ნაციონალური მოძრაობა მისი კლონებით, ან მისი კლონი ნაციონალური მოძრაობით ნებისმიერი კომბინაციით დღეს საქართველოში ომი კი არ იქნება, ეს ომი დამთავრებული იქნებოდა და იქნებოდა ნანგრევები. რატომ? იმიტომ ის ხალხი, რას გვეუბნებოდა, უნდა გავაგზავნოთ მებრძოლები უკრაინაში, საბრძოლოდ, აეროპორტში მიტინგს ატარებდნენ და შემდეგ პარლამენტთან მოვიდნენ, მიტინგი ჩაატარეს. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც იყვნენ იქ და სახალხო დამცველიც მაშინდელიც მივიდა და ჩვენ მოგვიწოდებდა, ითხოვდა ჩვენგან, რომ სახელმწიფოს ხელისუფლების ბორტში ჩაგვეჯინა მებრძოლები ავტომატებით ასე შემდეგ აგვეფრინა რომ აი მიდიან ბრძოლაში უნდა ებრძოლონ რუსეთს ეს ომს არ ნიშნავს ანუ ჩვენ ხო გვახსოვს რა თქვა შოლცმა სულ ახლა-ხანს რომ მივცე ტაურუსის რაკეტა რომ მივცე უკრაინას ტაურუსის რაკეტა ეს გაისროლოს და შემთხვევით გადავიდეს საზღვარზე და რუსეთში ჩამოვარდეს ეს ნიშნავს საფრთხეს რომ ჩვენ აღმოჩნდებით რუსეთთან ომში რაკეტაზე და ქართულ ჯარისკაცს გააგზავნიდა მეომარს გააგზავნიდა ხელისუფლება ეს ხო პირდაპირ ჩართვა რა თქმა უნდა ეს ერთი მეორე სანქციებს მოგვიწოდებდნენ და სანქციების დაწესებას ეს რას ნიშნავს გარდა იმისა რომ უცხადებს სანქციების ომს რუსეთს არ ვიცით რას ნიშნავს სანქციების ომი რუსეთთან ემბარგო არ ქონია ამ ქვეყანას არ გვახსოვს როგორ კეტავენ ემბარგოთი და მე რას ვაპირებდით იქნებოდა თორე ეს ეკონომიკური კოლაფსი დათვლილია თან დაითვალა ეკონომისტებმა დაითვალა ყველამ რომ ეს იქნებოდა 10-დან 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა ანუ უფრო მეტი ეკონომიკური ვარდნა ვიდრე ჩვენ მქონდა კოვიდის დროს ანუ შესაბამისად რა არჩევანი აქვს ქართულ საზოგადოებას სამ მხარეს არის ოპოზიცია რომელიც ამბობდა რომ მე რო ხელისუფლებაში ყოფილიყავი ჩაგთავდი ომში და ეკონომიკურად გაგაღატაკებდი ქართულო საზოგადოებამ და მეორე მხარეს არის ქართული ოცნება რომელიც ეს ყველაფერი ააცილა ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა ეკონომიკური ზრდით საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებში და რეგიონს შეხედავთ ვართ მოწინავე ყველა რეიტინგებში დემოკრატიის იქნება თუ ინსტიტუციური ვართ წინ უსწრებთ კანდიდატებს ხო უსწრებთ და უსწრებთ საბედნიეროდ საზოგადოება უკვე შეეგუა ამას და მიხვდა და ოპოზიციაც ვეღარ აპროტესტებს ამასო ყველა კანდიდატზე წინ ვართ და ყველა კანდიდატისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს მაინც და მაინც მოლაპარაკებები გახსნილი რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს უსამართლო დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ამიტომ ეს რა თქმა უნდა არის ეს არჩევანი აქვს საზოგადოებას და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მის ინტერესში არის რომ ქართული ოცნება იყოს ხელისუფლებაში და იყოს არა ისე რომ მხოლოდ უმრავლესობით არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ იმის გამო რომ არის ფაქტობრივად გარანტირებული რისკი რომ ოპოზიცია ბოიკოტს გამოუცხადებს 24 წლის არჩევნებს და იქნება კვალიფიცირება მანდატების დაყრის და ასე შემდეგ საფრთხე არ შეექმნას პარლამენტს და იყოს 113 მანდატი წარმოქმნილი ქართული ოცნება რომელიც იქნება დამაჯერებლად მყარი პარლამენტი და მე უნდა გინდა აიღონ მანდატი და გინდა ნუაიღებენ იმ მანდატს და მეორე იმისათვის რომ ყველა გადაწყვეტილებაში ქართულ ოცნებას ჰქონდეს მყარი მანდატი იმისთვის რომ ოპოზიციას არც კი ათქმევინოს და არც კი შემოიყვანოს მსჯელობაში იმაში ჩვენ სანქციები დავაწესოთ და წავიდეთ ქართული ხალხის წინააღმდეგ თუ არ წავიდეთ და ომში ჩავებათ თუ არ ჩავებათ. ამითი ხო არ ყოფთ 2 წელი ამითი გვათავაშებენ და ერთ საკითხს შევეხები. ანუ უფრო მეტი სიმყარისთვის და თქვათ გადაწყვეტილებების უფრო თავისუფლად მიღებისთვის ფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია რომ თქვენ ზოგადად საზოგადოების დიდი ნაწილი ოპონენტები და ბევრი საუბრობს უნდათ იმაზე რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლების ხელში არის ყოველთვის უფრო მეტი რისკი რაღაცა ძალაუფლების იმის და ამიტომ ფიქრობთ რომ ამომრჩეველი ამაზე წამოყვებათ თუ რა ვიცი როგორ ვთქვა თქვენ საზოგადოების დაკვეთა ანუ მოლოდინი გაქვთ რომ აიღებს თქვა ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას უბრალოდ ყოვლისა კიდევ ეს არის საქართველოს და ქართული ხალხის ინტერესში რომ ქართულ ოცნებას ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის რომ გარანტირებულად ქართულ საზოგადოებას არ შეექმნას საფრთხე გარანტირებულად ჰქონდეს მშვიდობა და გარანტირებულად ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა
ამისი ყველაზე კარგი გარანტია არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, მყარი პოზიცია ქართველი ხალხის. ეს იმას კი არ ნიშნავს მარტო 113 მანდატს. ეს ნიშნავს ქართველი ხალხის მიერ დაფიქსირებულ მყარ პოზიციას, რომ აქ არის კედელი და ამ კედლის აქეთ აღარ შემოგიშვებთ მათ, ვისაც გინდათ ომი, მათ, ვისაც გინდათ საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი. ამორჩეულთა ჯგუფებს წარმოადგენენ და არც ისე პატარა სხვა საზოგადოების, თუნდაც ნაციონალური მოძრაობა, ვისი ამორჩევლის რაოდენობაც ასე თუ ისე ვიცით არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ეს სხვა პრობლემაა, რომ დღეს 1%-იანი პარტიები ისეთი გონორით საუბრობენ, ლელო, რომლის ერთადერთი მიღწევა პოლიტიკური არის ის, რომ 2020 არჩევნებში აიღო 3% და 21 წლის არჩევნებში ერთ წელიწადში 2%, ანუ 1% დაკარგა ერთ წელიწადში, თან 3 რა არის, ან 2 რა არის. და ისეთი გონორით ლაპარაკობენ, გეგონება ისინი არიან, რა ვიცი მე, საგვარეულო ჩაბარებული აქვს საქართველოში ხელისუფლებაში ყოფნა და ეხლა უნდა დაიბრუნონ საგვარეულო ტიტული ქართველი ხელისუფლების. ნუ აი ესეთი გონორები აქვს დაწყებული განცხადებები და დამთავრებული ავტომარკით, რომელთაც მოძრაობა. კარგი, და ბოლო კითხვა მინდა ამ ქვეყნის საგარეო კურსზე კი არა, რაღაც აი ამ საგარეო პოლიტიკაზე გკითხოთ. თქვენ თქვით, რომ ეკონომიკურად აი ორივე კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთო, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ნახეთ, იგივე ჰერჩინსკის სიტყვები, რომ 9 რეკომენდაცია და ერთ-ერთი უпроსტად რეკომენდაცია ნომერი 2 არის ის, რომ საქართველოს შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ამ დროისთვის შესაბამისობის დონე არის საკმაოდ დაბალი, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან. რატომ რჩება ელჩის შტაბ-ეჭდილება თუ თქვათ აი კანდიდატ ქვეყნებთან შედარებაზე ვსაუბრობთ? პირველი, რაც შეეხება ჩვენ შედარებას უკრაინა, მოლდოვასთან ყველაფერში უსწრებთ. ეკონომიკური კი არა, დემოკრატია, ინსტიტუტი, ყველაფერი თვითონ ევროკომისიის დასკვნითვე უსწრებთ ყველაფერში. და რა თქმა უნდა, უსამართლობაა, რომ ლიდერი დაჩაგრულია და არ აქვს გახსნილი მოლაპარაკებები, მაშინ როდესაც ხვებს აქვს გახსნილი ამ ორ ისე როგორც იყო სტატუსზე. ჩვენ ჯერ არ გვქონდა სტატუსი და იგივე, ანუ ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საქართველოს დღეს ეკუთვნის, რომ იყოს მოლაპარაკებები გახსნილი და უსამართლობაა, რომ ჩვენ ეს არ გვაქვს. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ეს ვინაიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია და პოლიტიკური გადაწყვეტილებას თავის კომპლექსურობები აქვს, ამიტომ რა თქმა უნდა ესეც ნაწილია, რადგან უნდა ვიზრუნოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოვამწიფოთ ევროკავშირით. თორე რაც შეეხება დამსახურებას დაყნობით, არავინ არ მოატყობს ქართული საზოგადოება, რომ საქართველოს არ იმსახურებს მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით. ვიმსახურებთ ძალიანაც კარგად. მეორე საკითხი, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკოსთან დაახლოებას. ხო, იგივე ჩინეთი როცა გაჩნდა ახალი სტრატეგიული პარტნიორი, გაჩნდა რომ პარტნიორების გადახედვა და პრიორიტეტების შეცვლა ხდება. აი ამ ყველაფერზე მინდა რომ საუბარი და აქ მე მიუთითებდი ქალბატონის სალომეს დღევანდელ განცხადებას, სადაც მათ თქვა, რომ ის ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციას, დაადებს ვეტოს. ანუ მისი განსაზღვრელი კრიტერიუმი არის ევროკავშირის რეკომენდაცია. არა საქართველოს ინტერესი, არამედ ევროკავშირის რეკომენდაცია. ანუ თეორიულად რო დაუშვათ, რომ არის რაღაცა კანონი, რომელიც არის ქართული ხალხის ინტერესში, მაგრამ არ არის ევროკავშირის ინტერესში. ხო, მაგრამ გამოდის რომ ევროკავშირის რეკომენდაცია საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, აქ მივდივართ. თეორიულად, ანუ გავიხსენოთ, ჩემი პირველი წინადადება, სადაც თქვი, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ყველაფერი ემთხვეოდეს. რა თქმა უნდა, არის საკითხი, რომელშიც არ ვემთხვევით. შესაბამისად, ქალბატონი სალომე ამბობს, რომ თუ დადგება მომენტი, რომ არის კანონი, რომელიც ქართული ხალხის ინტერესში არის, მაგრამ არ არის ევროკავშირის ინტერესში, მე მას დავადებ ვეტოს, იმიტომ რომ ჩემთვის ევროკავშირია მთავარი და არა ქართული ხალხი. ახლა შევხედოთ, შეიძლება თუ არა ესეთი რამე დადგეს და ზუსტად ამ შემთხვევაში დგება ეს. საგარეო პოლიტიკაზე როცა ვსაუბრობ დაახლოებით, აქ საუბარი არის ევროკავშირის განცხადებებზე და სხვადასხვა გადაწყვეტილებებზე, რომელსაც საქართველოს როგორც არაწევრი ქვეყანა უერთდება ხოლმე. რო წარმოვიდგინოთ რა არის ეს, 27 ქვეყანა ევროკავშირის იკრიბება და ამბობს, რომ დავადოთ სანქცია რუსეთის ხორბალს პირობითად. ან დავგმოთ რაღაც ადამიანის უფლებების დარღვევა რომელიღაცა ქვეყანაში. ამას 27 ქვეყანა იღებს კონსენსუსით. ერთის თუ წინააღმდეგია ვერ იღებენ. იმიტომ არის სანქციებს რომ დრო ჭირდება ხოლმე, რომ იქ ზოგს უნდა რომ თავისი ღვინო გაიტანოს რუსეთში. ისე როგორც მაგალითად ლატვია გვაჯობა ჩვენ საქართველოს 2022 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთში, ლატვია, რომელიც ღვინოს არ აწარმოებს, ჩვენზე მეტი ღვინო გაიტანა და დღეს ვიღაცები პრეტენზიას გვიყენებენ რუსეთთან ვაჭრობაზე. ლატვიამ ჩვენზე მეტი ღვინო გაიტანა. ანუ ყველას ინტერესი არის. თუ ვინმე არ ეთანხმება, არ მიიღება. ჩვენ ამ მოლაპარაკების მონაწილე არ ვართ. ჩვენ ინტერესს არავინ არ ითვალისწინებს, ჩვენ ღვინო გვაინტერესებს თუ მწვანილი, არავინ არ გვეკითხება, ისე იღებენ ამ გადაწყვეტილებას. და შემდეგ მოლოდინია რომ შეუერთდებით და ჩვენ ამას ვაკეთებთ. იმიტომ ვაკეთებთ რომ რუსეთთან მიმართებით, იმიტომ ვაკეთებთ რომ ჩვენთვის უკრაინა ხალხის ტანჯვა და ამ ტანჯვის დასრულება არის მნიშვნელოვანი. იმიტომ ჩვენ გვაქვს ემოციური ემპათია ამ ხალხის მიმართ,
ბევრი სხვა ქვეყანასთან შედარებით შეიძლება ყველაზე მეტი ემპათია ქართულ ხალხს აქვს უკრაინის ხალხის მიმართ. და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მართალია არ ვაწესებთ სანქციას პირდაპირ, მაგრამ აი თქვენ 27-დან ხომ მიიღეთ, ჩვენ ხო არ ვკითხეთ, რა გვინდოდა, რა არ გვინდოდა, მაგრამ მე თქვენ სანქციები რო არ დაიყვეს, ამას უზრუნველყოფ, რომ ჩემ ქვეყანაში ეს არ მოხდეს. მაგრამ მე ჩემსას რაღაცებს ვერ დავაწესებ. ეხლა რაც შეეხება ინტერესს და არის ესეთი ამ სანქციების ამ 100% აი ამ ინსტრუმენტებისა, რაზეც საუბარი არის ხოლმე. დაახლოებით ჩარშან 20% შეეხებოდა რუსეთს. ჩვენი პოლიტიკა რა არის? არ ვაწესებ სანქციებს. ანუ აქედან გამომდინარეა, რომ ამ დროისთვის შესაბამისი დონე არ არის, როდესაც ევროკავშირის ელჩი ამბობს. დიახ, ჩვენ მაგალითად 80%-ზე ზემოთ ვერც კი ავიდოდით 2022 წელს, იმიტომ რომ 20% ეხებოდა რუსეთის დასანქცირებას და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ხალხის ინტერესში რუსეთის დასანქცირება არ არის. რატომ? იმიტომ ჩვენ თუ დავასანქცირეთ და ჩავკეტეთ რაღაცა, რუსეთი იტყვის, რომ კი ბატონო, მაშინ მე თლიანად ვკეტავ ყველაფერს. კარგად ბრძანდებოდით. ეს ნიშნავს -18% ეკონომიკურ ვარდნას. ჩვენ ინტერესი, ჩვენი ხალხის ინტერესში არ არის. გარდა ამისა იწვევს ესკალაციას, ომის საფრთხეს და ასე შემდეგ. ამიტომ რუსეთისთვის სანქციის დაწესება არ არის ქართული ხალხის ინტერესში. ამაზე ხო შევთანხმდით უყოლა. ევროკავშირი გვეუბნება, რომ ჩემ ინტერესში არის, რომ საქართველოს დაუწესოს სანქცია რუსეთს. ჩვენ მეუბნებით, რომ შეიძლება თქვენ ინტერესში არის, მაგრამ ჩვენ ინტერესში არ არის, ამიტომ ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ. ამიტომ ჩვენ ვერ ვართ 100% დაახლოებული და ამ საკითხში არ არის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ამას ვერ ვიქნები დაახლოებული ეს ერთი. მეორე, როდესაც ჩვენ გვეუბნება ევროკავშირი ან სხვა ქვეყანა რომ სანქციები დაუწეს, ჩვენ ვიგე კი ბატონო, მაგრამ უხსნით, აი ჩვენ გვაქვს რისკი, რომ ეკონომიკური რისკი გვაქვს, რომ ჩვენ დავაწესებთ რაღაცა პატარა სანქციას, ჩვენ ვართ 0.03% რუსეთის ეკონომიკისთვის, ანუ არაფერი, ჩვენი ბწკენა არის რამე რომ დავაწესოთ, სამაგიეროდ იქიდან შეუძლია ფართო მასშტაბიანი ემბარგო გამოაცხადოს. ჩვენი ზარალი არის აი X მილიონი ლარი შეიძლება იყოს. თქვენ ამას აგვინაზღაურებთ, ვეკითხებით ევროკავშირს. აი ჩვენ თუ მართლა დაგვარტყა რუსეთმა ეკონომიკურად და ღვინო ვეღარ გაგვაქვს. ხაიტან თქვენთან დაგვეხმარებით, გვეუბნებიან არა. ამ ნახოთ. მეორე ვეუბნებით ეს გამოიწვევს ესკალაციას. იქ შეიძლება დაძაბულობა მარტივად წავიდეს წინა, შეიძლება ჩვენ დავდგეთ ომის საფრთხის წინაშე რუსეთთან. თქვენ დაგვეხმარებით, იომებთ, გვეუბნებიან არა, არ ვიომებთ. თქვენ ქოლგას გადაგვაფარებთ უსაფრთხოების? არა. თქვენ ეკონომიკურ ქოლგას გადაგვაფარებთ? არა. აბა თუ არც ეკონომიკურ ქოლგას გადაგვაფარებთ, არც უსაფრთხოების ქოლგას გადაგვაფარებთ, მაშინ მითხარით, არის თუ არის კეთილსინდისიერი, მოგთხოვოთ, რომ ჩვენ საფრთხეში ჩავაყენოთ ჩვენი ქალები, ბავშვები, მოხუცები. იგივე საფრთხეში, რომელიც საფრთხეც ახლა რეალიზებული არის უკრაინაში, და რომელიც ჩვენთან ბევრჯერ რეალიზდება. ეს ჩვენთვის ხო არ არის, ეს ხო არ არის ჩვენთვის რაღაც კინო და დისტანციურად ტელევიზორში ხო არ უყურებთ ჩვენ უკრაინაში რაც ხდება. ეს ჩვენთან გვაქვს ნანახი. იმიტომ რომ ჩვენ ემოციურად ჩვენ ვიცით ის ტანკი როგორ მოძრაობს, როგორ ისვრის, როგორ ხდება და როგორ ხოცავს ადამიანებს. როდესაც ჩვენ ვეუბნებით ევროკავშირს, რომ ჩვენ გვეუბნები სანქცია დააწესე, ამ სანქციამ თუ რაღაცა გამოიწვია ჩემთვის ზიანი, შენ მე დამიცავ, როცა მეუბნებიან არა, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი პასუხისგებლობა ჩვენი ხალხის გასაგებია, მაგრამ მაშინ ამას არ წავა. ამიტომ რაც შეეხება ამ მოწოდებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას, მედიასაც ვეუბნებით, ჩაეკითხეთ. იმ შემთხვევაში, თუ კი 100%-იანი დაახლოებით, საქართველოს დადგება ომის ან ეკონომიკური კატასტროფის წინაშე, ევროკავშირი დაგვეხმარება? კი თუ არა? ამაზე გვიპასუხონ და შემდეგ იქნება ჩვენი პასუხი. კარგით, დიდი მადლობა, დრო ამოიწურა, აღარ ვაპირებ კითხვის დასმა მინდოდა. მადლობა რომ უპასუხებთ ჩვენს კითხვებს, საკუთარ ვრცელი ინტერვიუ გამოგვივიდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობდა ღამის კურიერის კითხვებს. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია.